საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ოკუპაციის თამდევი პროცესები წარმოადგენს. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად 2024 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდებოდა უკანონო სამხედრო წვრთნები, კვლავ ჰქონდა ადგილი უკანონო დაკავებებს და ეგრეთ წოდებულ უკანონო ბორდერიზაციას. ანექსიური პროცესების ფარგლებში აფხაზეთში რუსეთი ცდილობდა თავისი მოქალაქეებისთვის ადგილზე უძრავი ქონების ყიდვის უფლება მოეპოვებინა და პრივილეგიები დაეკანონებინა რუსი ეგრეთ წოდებული ინვესტორებისთვის. დღის წესრიგში ასევე იდგა როსგვარდიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ეგრეთ წოდებული შეთანხმების გაფორმების საკითხი, თუმცა საზოგადოების მწვავე რეაქციის გათვალისწინებით აღნიშნული გეგმები ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი. საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოება რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას ღიად პირველად დაუპირისპირდა და საპასუხოდ რეგიონში ფინანსური და ენერგეტიკული კრიზისის შექმნით საოკუპაციო ძალამ გაატარა სადამსჯელო ზომები. მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა რუსეთის ანექსიური პოლიტიკა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართაც. ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მიმდინარე ეგრეთ წოდებული საგანმანათლებლო პროექტების მიზანს საზოგადოების დაშორიშორება და სამშვიდობო პოლიტიკისთვის ხელის შეშლა წარმოადგენდა. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო დაკავების 37, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების 36 შემთხვევა. რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა თამაზ გინტურის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას, ასევე ვიტალი კარბაიას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით პაშარულის საქმეების ობიექტური გამოძიება და სასჯელი განესაზღვრა საქმის ფიგურანტი პირების მიმართ. უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესთან ერთად ეგრეთ წოდებული გადასასვლელების პერიოდული ჩაკეტვით კვლავ იზღუდებოდა გადაადგილების თავისუფლება და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლეოდათ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. ოკუპაციის და ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში დგამდა აქტიურ ნაბიჯებს. სამსახური წარმატებით ახორციელებდა უსაფრთხოების ზომების კოორდინაციას და შეძლო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარედ უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფას. სამსახური პრინციპულად იცავდა საქართველოს პოზიციებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებზე. აქტიურად მუშაობდა სამსახური უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებად ყველა შესაძლო მექანიზმების გამოყენებით. 2024 წელს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს 68 მოქალაქე, მათ შორის 38 ოკუპირებულ აფხაზეთში, ხოლო 30 ოკუპირებულ ცხინვალში. სურს ასევე აღნიშნო, რომ 2025 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი უწყების ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა 15, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ასევე 15 პირი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა გონივრულ და შესაძლებელ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანის უფლებების დასაცავად, რომ დაზარალებული პირები უკანონო პატიმრობიდან სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდნენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება გაატარა.